სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ჩვენ ერთხელ ვიბადებით ამ სამყაროში მაგრამ ძალიან დიდ გზას გავდივართ და ეს დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე ჩვენ შეიძლება ძალიან პატარა გზა გავიაროთ და ჩვენ შეიძლება არანაირი გზაც არ გავიაროთ. როგორც დავიბადენით, აი ეგრეთვე ესეთებივე დავრჩით. ეს დამოკიდებულია ჩვენზე. ხოლო თუ ჩვენ ავირჩევთ გზას, რომელსაც ქრისტე ქვია, მე ვარ გზაუფალი ამბობს, ეს გზა განსაცვიფრებელ დიდებულებაში შეგვიყვანს. წარმოუდგენელ მდგომარეობამდე მიგვიყვანს. ეს ეხება ჩვენ ამ სოფლიურ ცხოვრებასაც, ამ ქვეყნიურს და მარადიულსაც. რამე თუ ამ ქვეყნიური გზაც თუ ის ქრისტესთან ერთად გრძელდება, შეუდგები ქრისტესა და შეუდგები, ის უაღრესად საინტერესო ხდება. ჩვენ ცხოვრებაში განცდით, შეგრძნებითად, ხელშესახებად შეიძლება ასე ითქვას. ისა რომ აღსებულნი შეიძლება ვიყოთ მისით. შემოდის მარადიული სიცოცხლე, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ცოცხალი ღმერთი. ის შემოდის ჩვენში, ის მკვიდრდება ჩვენში, ის გვკვებავს ჩვენ, ის გვაცოცხლებს ჩვენ. და ის არის სწორედ გზაც, ის არის სასუფეველიც, ის არის სამოთხეც, ის არის ცეცხლი, ის არის ნათელი, ის არის სიკეთე, ყოველგვარი სიკეთე და ის არის ბედნიერება. და ეს არის დაუსრულებელი გზა, რომელიც განსაცვიფრებელ სამყაროში შეგვიყვანს. და ეს უკვე არის დასაწყისი ამ განსაცვიფრებული სამყაროს. თვითონ კაცობრიობასაც დიდი გზა აქვს გასავლელი. ჯერ მარტო ერთი ადამიანის ცხოვრება რა არის? წარმოიდგინეთ ერთი ადამიანი თუ მართლა განუვითარებელი არ დარჩა და ეს მისი არჩევანი იქნება. თუ ლუარსაბთათქარიძე ხო არ აქვს მნიშვნელობა. ახალშობილი იყო, ერთი თვის იყო, ერთი წლის იყო, შუახნის იყო, რომ დაბერდა, ერთ და იგივეს აკეთებდა სულ. მარტო ჭამდა და უხაროდა. მეტი არაფერი არ გაუკეთებია ცხოვრებაში. ამიტომ ამბობ ის არსად არ წასულა. არსად არ წასულა, გესმით? ერთ ადგილზე იდგა ადამიანი შექმნილი უსასრულო მოგზაურობისათვის ერთ ადგილზე იდგა. ეხლა ეს იგავური სახეა და ჩვენ რა ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ ამ უბედურებისგან? როდესაც მთელი ჩვენი ინტერესები არის მიბმული პირდაპირ სიამოვნებაზე, ამ ქვეყნიურ წარმატებაზე და ასე შემდეგ. და თუ ჩვენ ცხოვრებაში განცდით, შეგრძნებით, სურვილით, ცხოვრების საზრისით არ მკვიდრობს მარადისობა, ანუ ღმერთი. და როდესაც ადამიანი მეტნაკლებად ცდილობს და ჭეშმარიტებას რა არის ჭეშმარიტება? ობიექტურად არსებული სინამდვილე. როცა ადამიანი მიხვდება, რომ გონება იმიტომ მიეცა, თავისუფლებას იმიტომ მიეცა და ნებელობას იმიტომ მიეცა, რომ ჭეშმარიტება ეძებოს, ანუ ობიექტურად არსებული სინამდვილე. და მხოლოდ მაშინ მიხვდება ადამიანი, როცა ობიექტურად არსებულ სინამდვილეს იპოვის, მხოლოდ მაშინ მიხვდება თავის საზრის, თავის ცხოვრებისეულ დანიშნულებას, რატომ მიეცა მას გონიერება და თავისუფლება. რა თქმა უნდა, გონიერი ადამიანი ამის ძებნას დაიწყებს. და თუ სინდისსაც გამოიყენებს და სინდისის მიხედვით მოძებნის, ის აუცილებლად იესო ქრისტეს იპოვის. იესო ქრისტეს ეკლესიაში იპოვის. და დადგება იმ გზაზე, რომელსაც ქრისტე ქვია. აიღებს იმ ტვირთს, რომელიც სუბუქია და ტკბილი. და თითოეული ადამიანი, როგორც გითხარი, ძალიან დიდ გზას გადის. ერთი ადამიანი აღემატება მთელ მეტაგალაქტიკას, მთელ სამყაროს აღემატება. იმიტომ რომ ეს სამყარო მკვდარია და ადამიანი ცოცხალია. ცოცხალი არა ბიოლოგიურად, ამ შემთხვევაში ბიოლოგიურ სიცოცხლეს არ გულისხმობ. ცოცხალია როგორც ღვთის ხატი და მსგავსი არსება. ამიტომ ერთი ადამიანი რო იბადება, სამყარო იბადება, რომელსაც უსასრულო განვითარების შესაძლებლობა აქვს და რა საინტერესოა წარმოედგინეთ ერთი ადამიანის ცხოვრება. ასევეა მთელი კაცობრიობის ცხოვრება. ძალიან საინტერესოა მთელი კაცობრიობის ცხოვრება. და კაცობრიობას თავისი ფინალი აქვს.
დასაწყისი ხო ქონდა ადამი, ფინალი აქვს. ეს ფინალი არის ანტიქრისტე და ანტიქრისტეს მერე უფლის დაბრუნება. დღეს ლიბერალურმა ღვთისმეტყველებამ ბევრი რამე უცნაური რამ შემოგთავაზა, მათ შორის ეკლესიის წიაღშიც კი მოკრავ ყურს რაღაც უცნაურ რაღაცებს, რომ თითქოს ანტიქრისტე ეს ერთი კაცი კი არ მოვა, არამედ ანტიქრისტეს მდგომარეობა, ეს არის ქრისტეს მაგიერი მდგომარეობა, ეს უკვე ყველას ამ სოფელს უკვე ჭირს და ყველა ჩვენგანშია და მივიღებთ არ მივიღებთ. კიდევ უარესად მიდიან წინ და ამბობენ, რომ ესე იგი ქრისტეს მოსვლაც ეს ქრისტე უკვე მოსულია, ის უკვე ჩვენშია ხო ნებისმიერი აზრი, რაც არ უნდა ლამაზი და მომხიბლელად მოგვეჩვენოს. გესმით? თუ ის არ შეესაბამება გამოცხადებას, რომელიც წმინდა წერილშია მოცემული, არ მიიღო და ამის ქადაგებელი უკეთეს შემთხვევაში შემცდარია და უარეს შემთხვევაში მგელია ცხრის ქურქში გადაცმული. და ყველა მახინჯი მოძღვრებას საბოლოო ჯამში რაღაც მახინჯი ნაყოფები გამოაქვს. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. და აი დიახაც, ანტიქრისტე ნამდვილად მოვა, კონკრეტული ადამიანი, სოფლიო პოლიტიკური ლიდერი და რელიგიური ლიდერი ნამდვილად იქნება ეს, მაგრამ ასევე ნამდვილად მოვა უფალი, როგორც გახსოვთ ხო, მოციქულებს რომ ანგელოზები მივლენ და რას იყურებით ზემოთ, როგორც მიწავიდა, ასევე დაბრუნდება. მოვა. ეს როგორ იქნება? რანაირად იქნება? წინამამებიც აღწერენ, ბევრ რამეს წავიკითხავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ზუსტად რა თქმა უნდა არავინ იცის, მაგრამ ჩვენ გვწამს ჩვენი უფლისა, რომელმაც თქვა, რომ ის მოვა და აუცილებლად მოვა. მაგრამ მას წინ ანტიქრისტეს მოსვლა უწევს. ანტიქრისტეს არც ქები ექნება, არც ჩლიქები, არც კუდი, არც ეშვები. მეცაც ვიტყვით, ის იქნება ისეთი ადამიანი, რომელიც თავისი გარეგანი კეთილშობილებით ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიტაცებს. ის ისეთი მოთამაშე იქნება, მოდი ასე ვთქვათ, რომ რჩეულებსაც და რჩეულები ქრისტიანები არიან, ქრისტიანებსაც აცტუნებს. ხა კითხვა ჩდება და ჩვენ რომ მოვესწროთ ამ დროს როგორ უნდა მივხვდეთ? და ვინც იმ დროს მოსწრებული არა, ვინც იმ დროს არ მოესწრება, ის დაცულია ანტიქრისტეს სულისგან? არა. ჯერ კიდე იოანე მოციქული 2000 წლის წინ გვაფრთხილებდა, მრავალი ანტიქრისტია, ანუ ის სული, ის დემონური ქრისტეს ჩამნაცვლებელი სული, ამ შემთხვევაში ჩამნაცვლებელს ნიშნავს. აი რომ გონია რომ სიკეთეა, რომ გონია რომ სინათლეა, რომ გონია რომ სწორია, რომ გონია რომ მართალია, რომ გონია რომ ქრისტიანულია. გოგონია, გულისწყვის დონეზე, საქმის დონეზე, მოვლენის დონეზე, ამ სოფელში, ჩვენ შიგნით, რელიგიურად, სულიერად, სულ გონია რომ აი ეს ნამდვილია, ეს სწორია, ასია. ამას თუ დაემატება ანალიტიკური აზროვნების მოშლა ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენს ბავშვებში. რა ანალიტიკური აზროვნება ექნება ბავშვს, რომელიც იზრდება სკროლვით და ტვინი დაზიანებული აქვს. რატო აქვს დაზიანებული? იმიტომ რომ სკროლვა სიამოვნებას ანიჭებს და აზროვნება არათუ არ ანვითარებს, არამედ უბრალოდ არ ჭირდება აზროვნება. იღებს რაღაც ინფორმაციას აზროვნების გარეშე, რაში ჭირდება? გესმით? რომელ ანალიტიკურ აზროვნებაზეა საუბარი და ესე იგი, ნახეთ, ის მაცდუნებელია. შენ ცხოვრებაში ბევრი არჩევანი შეიძლება გააკეთო ისეთი, რომელიც იქნება არჩევანი ანტიქრისტეს სასარგებლოდ, ესეც რას ნიშნავს, რომც ვერ მოესწრო ანტიქრისტეს. შენ პიროვნულად და ისე გარდაიცვალო. შენ თუ შენ ცხოვრებაში მრავალი ისეთი არჩევანი გააკეთე, რომელიც ანტიქრისტეს სასარგებლოდ არის, დიდი ანტიქრისტეს დროს რო ყოფილიყავი, იმას აირჩევდი აუცილებლად. გესმით, რატომ ხდება ესე? და თუ ჩვენ დროს მოვიდა ის, ხო უნდა მივხვდეთ, ხომ არ უნდა ავირჩიოთ. ის ხო მაცდურად მოდის, ის ხო ეცდება ყველა აცლუნოს, ქრისტიანის, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ანტიქრისტე ნიშნავს არა ქრისტეს მოწინააღმდეგეს, ანუ ის კი არ ეცდება, რომ ქრისტეს აწინააღმდეგო რაღაცები თქვას და ჩაიდინოს, არამედ ქრისტეს მაგიერს ნიშნავს, ანუ ის ეცდება, რომ გვაცდუნოს და ღვთის სახელით ilaparaყოს, როგორც ღვთის ძემ ისე ilaparaყოს. ამას უფალი გვაფრთხილებს, ის თავის სახელით მოვა და იტყვის, რომ მე ვარ და არა მე რომ მოვედი მამის სახელით, არა ეგრე, არამედ თავის სახელით და ეცდება, რომ აცდუნოს ადამიანები. როგორ უნდა მივხვდეთ, კითხვა ჩდება. ერთ-ერთი რაც გამახსენდა ახლა წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი და არ მგონია რომ ის ორიგინალური იყოს
სხვაებიც იტყოდნენ ამას, იმიტომ რომ ეს ძალზედ გასაგებია და სახარების სულთან კავშირშია, არის ის, რომ ვინც თავის ცხოვრებაში ქრისტეს ვერ ცნობს, მას არა აქვს უნარი იცნოს ანტიქრისტე. ეს არის ძალიან ღრმა აზრი და ეს აზრი თეორიულად არ შეიმეცნება. ეს აზრი პრაქტიკულად განიცდება, პრაქტიკულად შეიმეცნება და თუ ეს ჩვენთვის გაუგებარია, მაშინ ჩვენ პრობლემის წინაშე ვართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ვინც ვერ შეძლებს, ვისაც არ ძალუძს ქრისტეს ცნობა, როგორ უნდა ვიცნოთ ქრისტე? უფალი ეხება ჩვენს გულს, ეშმაკიც ეხება ჩვენს გულს, ჩვენი რაღაცა ინტუიციები და ჩვენი რაღაც ფსიქოლოგიური რაღაცებიც ეხება ჩვენს გულს. ჩვენ შინაგანად ბევრ ამას გძნობთ, ხო გძნობთ, ეხლა ადამიანი, ცოცხალი ადამიანი ბევრ ამას გძნობს. აი ჩვენ რასაც გძნობთ შიგნით, ღვთისგან არის, ეშმაკისგან არის, თუ რაღაც ჩემი მოჩვენებებია, რომელიც საბოლოო ჯამში ეშმაკთან ერთად არის. ამის გარჩევის უნარი თუ არ არის? ამას ქვია გარჩევის უნარი, გარჩევის უნარი. გესმის? ეს ძალიან მნიშვნელოვანია სულიერ ცხოვრებაში. თუ ადამიანს გარჩევის უნარი არ აქვს, სერიოზული პრობლემა აქვს და ეს ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ქრისტე იცნოს. აგერ მოვიდა და უამრავი ადამი თავი უსკდებოდათ, ისეთი გონიერები იყვნენ. ისეთი რელიგიურები იყვნენ. მთელი წმინდა წერილი ზეპირად იცოდნენ. ვერ იცნეს. და უცნაურია, აბა ვინ იცნო? ღარიბებმა, არა მარტო ღარიბებმა არის, ლუკა არ იყო ის არა ქვია, არც პავლე არ იყო, უცოდინერება უფრო სწორედ, უცოდინერება ვერ იცნეს. ხო, არის ღარიბებიც, ხო, გახსოვთ, ხო? ეროდეს სამეფო კარის მოძღვრის სოლიც ქრისტეს მოწაფე იყო და ამ შემდეგ, ანუ პილატეს სოლი გახსოვთ, ხო, როგორი ბრძოლები აქვს, რომ ეხვეწება თავის ქმარს, რომ არ მიიღოს ამაში მონაწილეობა. ანუ იმის თქვა მინდა, რომ რამე გარეგანი ნიშანი, რომ რის მიხედვით ადამიანები, აი ამ სოციალური ფენის ადამიანები ცნობენ ამისი ვერ ცნობენ, განათლებული ცნობს, ან გაუნათლებელი ცნობს, ან მდიდარი ცნობს, ან ღარიბი ცნობს, არ არსებობს. ეს რაღაც საიდუმლოება, რომელიც ჩვენ შიგნით აღესრულება. ვიღაცა ცნობს ქრისტეს, ვიღაცა არ ცნობს. ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ იმ კონდიციამდე, რომ ქრისტე ვიცნოთ. ჩვენი მთელი რელიგიური ცხოვრების არსი ეგ არის. ქრისტე ვიცნოთ. სანამ ჩვენ გვატყილებს საკუთარი სიმართლე, საკუთარი გულის სიტყვა, გესმით? სანამ შეცდომებს უშვებთ, რომ არ ჩვენს არჩევანში ყოველდღიურად რომელ ქრისტეს ცნობაზეა საუბარი? ჩვენ ვერ ვცნობთ ქრისტეს. იმიტომ ის ჭეშმარიტებაა, ის გზა არის, ის ვიწრო კარებია. მას ვერ ცნობ, იმიტომ გეშლება სულ და როდესაც მას ყოველთვის იცნობ, აღარასოდეს შეგეშლება. გესმით რა შეასაკო? ამიტომაც თუ ჩვენ გვინდა რომ ანტიქრისტე არ მოგვატყვილოს, ჩვენმა პირადმა თუ იმ დიდმა თუ მოვესწარით, ერთადერთი საშუალება ამისი, გავიზარდოთ სულიერად ისე, რომ შეგვეძლოს ქრისტეს ცნობა. როცა ის ჩვენთან მოდის და როცა ის ჩვენ გვეხება. უფლის დაბრუნების წინა პერიოდს როგორ აღწერს მათემახარებელი. მაშინ გამოჩნდეს ერთ-ერთი იმათ შესაძხენელად, ვისაც გონია, რომ ქრისტე ესეხილულად აღარ მოვა და არამედ რაღაც ის უკვე ჩვენთან მოსულია და ჩვენს გულებში და ზოგს კიდე რომელიღაც კონკრეტული ადამიანი გონია და ეგონა ქრისტე ეს არისო, სულ უახლოეს წარსულში ჩვენ საქართველოში. წმინდა წერის, რატომ არის რომ ეკლესია ესეთ რაღაცებს არ იღებს და უკვირთ კაცო. როდესაც ადამიანის განაცხადი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის წმინდა წერილთან. როცა წმინდა წერილი მეუბნება რომ იტყვიანო აი აქ არის ქრისტე, აქ არის ქრისტე, არ დაიჯეროთ და ელვასავით გამორწყინდება. ეს რომ იწერია და რომ მოვა ადამიანმა მე ვარო ქრისტე რო იტყვის, რატო უნდა დავიჯერო? ხო ეწინააღმდეგება წმინდა წერილს. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისა ცათაშინა, აი ერთ-ერთი ქრისტეს მოსვლას კი რა უძღვის, ზეცაში გამოჩნდება ძე კაცის ნიშანი, ეს არის ჯვარი. როგორ რანაირად რა თქმა უნდა არ ვიცი, მაგრამ ჯვარი გამოისახება ზეცაში, ანუ არა ღრუბლებით რა თქმა უნდა რომ ზოგს მოეჩვენება, ზოგს არა, არამედ ნამდვილად ჯვარი გამოისახება, როგორ რანაირად არ ვიცი, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი. მაშინ იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი დაიწყებენ ტირილს შეშფოთებიან, იმიტომ რომ ჯვარი თუ გამოისახებათ როგორც ღვთაებრივი ნიშანი, მიხვდებიან რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტება ყოფილა და იხილონ ძე კაცისა მომავალი რუბელთა ზედა, ცისათა, ძალითა და დიდებითა მრავლითა. ნახეთ რას ამბობს, ხო?
ესე იგი რა კოსმიური მოვლენაა, ხო? უფალი ამბობს სხვა ადგილას, რომ ელვასავით გამოფწყინდება, მე ამას წმინდა მამები საოცრად განმარტავენ ეს რას ნიშნავს. ასე უნდა მოვიდეს, ასე უნდა მოვიდეს. და წარავნილეს მე ანგელოზნი თვისნი საყვირითა ხმითა დიდი საშეკრებრეს შეული მისი 4-თაღან ქართა კიდიდან ცისა ვიდრე კიდემდე მათ, ანუ იწყება საშტილი სამსჯავრო. და ესეთ რამეს ამბობს უფალი, მე ხა ამონარიდები გავაკეთე სულად ხო ვერ წავიკითხავდით. ლეღვისაგან ისწავლეთ იგავი, ვითარცა იგი რაჟამს რტონი მისი დაჩვიან, ანუ დარბილდება ლეღვისტო ფურცელი გამოვალს. როგორც კი ხდება უწყოდეთ, რამე თუ ახლოს არის ზაფხული. ანუ მაგალითად ზაფხულს როგორ ვცნობ? ლეღვის ტოტებს გამოაქვს რაღაცა ეს ფურცელი, ხო? სცენარის მიხედვით. ეს არის ერთგვარი სიმბოლო. ნიშნები, ჩვენ უნდა ვცნობდეთ ამ ნიშანს, როდის დაბრუნდება უფალი. ეს გულისმიერად განიცდება, ეს გარეგანი შტრიხ-კოდები და პასპორტები და ეგეთი ID ბარათებით კი არა. ეს არის შიგა პროცესი, შიგნით მიდის, შიგნიდან შეიმეცნება. და თქვენც იცოდეთ, რომ ეს ყოველივე ახლოს იქნება, თუ ამ ნიშნებს დაინახავს და ესე გვეუბნება, რამე თუ ახლოს არის კარსაზედა. ანუ კარსაზედა რას ნიშნავს? რომ როდის შემოაღებს ამ კარს, ყოველ წამს შეიძლება ეს მოხდეს, არავინ იცის, მაგრამ შორს არ არის, რომ რაღაცა რომ გადაწყდება და ამას პავლე მოციქული ამბობს, ძალის აღება სამყაროდან. აი ეს ძალა აკავებს, ის ძალა საფრთხომადლი აკავებს და ვერ შემოდის. და რაღაც დროს უფალი გადაწყვიტავს, რომ უკვე დადგა ჟამი, აიღებს და წამის ყოფაში შემოვა ეგრევე. რომ გონია, რომ ჯერ რა დროსია, იციან ხოლმე. ჯერ რა დროსია და ჯერ კიდე 1000 წლები იქნება სამყარო და ჯერ ქრისტიანობა ჯერ არც განვითარებულა და ეს ლაპარაკები არის, რა ვიცი. ყველაფერი შეიძლება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კარებთან დგას, როცა უფალი გადაწყვეტს ამ ძალას, მადლს აიღებს სამყაროდან, ეგრევე შემოაღებს და შემოვა. და თუ მადლი აიღო და შემოვიდა, მე რა გადამარჩეს, შენში არსებული, შენ შიგნით არსებული მადლი გადაგარჩეს. შენ ხო ტაძარი ვარ ღვთისა. გესმის ტაძარი და თუ არა ვარ ტაძარი ღვთისა. არ ვიცი რა გადამარჩეს, ვერ გეტყვი. მაშინ არ ვიცი. ხო დაინახეთ ვინ ვერ იცნობს და პავლე მოციქულის მეორე კორინთელთა ვინ იცნობს? აი პავლე მოციქული მეორე კორინთელთა მიმართ ეპისტოლედან საუბრობს. ხოლო უკვე თუ არის დაფარულ სახარებაი ესე ჩვენი, ანუ ვის არ ესმის სახარება, ვინ ვერ იგებს ახლა რასაც ჩვენ ლაპარაკობთ, ვის არ ესმის ეს ყველაფერი. თუ ვინმესთვის დაფარულიაო, წარწყმედულთა მათ შორის არის დაფარული, ანუ ვის დაღუპულია, ვის დაკარგულია ღმერთისგან, იმათთვის არის დაფარული. რომელთა იგი ღმერთმან ამის სოფლისათა დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი, ანუ რატომ არიან დაღუპულები, რატომ ვერ იგებენ სახარებას, იმიტომ რომ ამასოფლის ღმერთმა, ვინ არის ამასოფლის ღმერთი? ეშმაკი. ამასოფლის ღმერთმა გონება დაუბრმავა. რატომ დაუბრმავა, რატომ მოერია მათ გონებას? გაგრძელებს ურწმუნოთანი, ანუ ქრისტე რომ არ აწამს, ამიტომ მისი გონებას ადვილად იპყრობს ეშმაკი და დაუბრმავა. და არ გამოუბრწყინდეს მათ ნათელი სახარებისა დიდებისა ქრისტეს. ისე იგი ეშმაკი უბრბავებს ამ გონებას, რომ ქრისტეს ნათელი ვერ დაინახოს, სახარების ნათელი ვერ დაინახოს. ქრისტესი, რომელიც არის ხატი ღვთისაუხილავისა, ხატია ღვთისა ქრისტე, ანუ ქრისტეს ვინც ხედავს, ის ხედავს ღმერთს, ვინც მე მიხილა იხილა მამა, როგორც ფილიპეს ეუბნება. და ქრისტეს ხილვით შენ ღმერთს ხედავ და თუ ქრისტეს ვერ ცნობ, ესე იგი ღმერთს ვერ ცნობ, მის უმთავრეს უმწვერვალეს გამოვლენებაში ღმერთი თავისთავად არსობრივად უხილავია და როგორ უნდა იხილო? მის გამოვლინებებში და მისი უმწვერვალესი გამოვლინება არის განკაცება. როცა შენ უმწვერვალეს გამოვლინებაში ვერ ცნობ, დანარჩენში რაში უნდა იცნობ? რაში? დანარჩენ ყველაფერი ეშმაკის ჩვენურად აკეთებს რაღაც სასწაულებს და გონებასაც გიბინდავს. ესმით რაში ასაკ. რამე თუ ღმერთმა რომელმან თქვა ბნელისაგან ნათელი გამობწყინებად, ანუ ღმერთმა რომელმაც სინათლე შექმნა, გახსოვთ იქმნენ ნათელი. სწორედ მან გამოაბწყინა გულთაშინა ჩვენთა საღვთო ნათელი. განსანათლებლად მეცნიერებისა დიდებისა ღვთისა, ანუ ჩვენი გული განანათლა ღვთის დიდების შემეცნებისათვის, მეცნიერება ღვთის დიდება, რომელიც ჩვენში შემოვა, მისი შემეცნებისათვის
მოგცა ცოდნა ჩვენ შიგნით, ჩვენში ეს გამოაფწყინვა ეს ნათელი ჩვენ შიგნით წინაშე პირსა იესო ქრისტესა და ეს ხდება ქრისტეს მიერ ჩვენს გულში განიცდება ღმერთი, რომელიც გამოაფწყინვაო წერია. ანუ ცეცხლივით ხდება ჩვენს გულში, ცეცხლის მოფენად ქვეყანასაზე და უფალი რო ამბობს. ხოლო გვაქვს ჩვენ საფასე, ეს ძვირფასი რა, ანუ საფასე, ძვირფასი რა, რომ ჩვენში ღვთაებრივი ცეცხლია, რომელიც წყინავს, რომელიც გვაძლევს ცოდნას ღვთის დიდების შესახებ და ეს გვეძლევა ქრისტეს მიერ, ამას ამბობს პავლე მოციქული. გენიალურია პავლე მოციქული. აი ამის თქმა და ეს ხო არ გონიათ რომ ზის და ფიქრობს ლამაზი სიტყვები თქვაო. ეს მისი პირადი გამოცდილებაა ყველაფერი. მას ხო ესე გამოეცხადა უფალი, გესმით? მას ხო ესე ასწავლიდა უფალი. და მე ამბობს პავლე მოციქული რომ ჩვენ ეს საფასე, ეს განძი გვაქვს კეცის ჭურებით, ანუ თიხა ხო ამოზენილი ადამიანი, კეცის ჭური, ანუ ჭური, ანუ ჭურჭელი და თიხის ჭურჭელი, აი თიხის ჭურჭელში მაქვს ეს განძი. პავლე მოციქული ამბობს, რათა გარდარეული იგი ძლიერებისაი, ანუ ეს გარდარეული ძლიერება, ანუ გონება მიუწვდომელი სიდიადე ღმერთისგან იყოს და არა ჩვენგან, ანუ ჩემს უძლურებაში, რომ ამას ვხედავ, მე უძლურება ხორციელი და უძლურება ცოდვის მიერი. ბიჭო, საშინელი ცოდვილი ვარ, ეგოისტი, ამპარტავანი, შურიანი, უსიყვარულო, სულმოკლე, უმადური და უცებ საღვთო მადლის განცდა გაქვს. და ეს იმიტომ არის ასე, რომ მიხვდე ერთხელ და სამუდამოდ შეუგუნურო თეოდორე, რომ ეს ღვთისგან არის, ეს ბედნიერება და ეს სიხარული და ეს ნეტარება და ეს ცეცხლი და არა შენგან, შენ არა ხარ ღმერთია, რომ თავი დაიმდაბლო და რას მეტად დაიმდაბლებ, კიდევ უფრო მეტად მოგენიჭება ეს სიხარული და ეს ბედნიერება. მარადის სიკვდილი, ხო, ეხლა ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ეს ყველაფერი ჩემში რეალიზდეს, რა არის? ქრისტესადმი ერთგულება, რომელიც გამოიხატება შემდეგნაირად. მარადის სიკვდილი იგი უფლისა იესუსი ხორცთა შინა ჩვენთა გვიტვირთავს. ანუ არჩევანია ჩემი, ქრისტეს ერთგულება, ჯვარცმული ღმერთის ერთგულება. ვიტვირთე, ჩემი არჩევანია, ანუ მისი გზის გავლა, ანუ მისი ერთგულება, ეს არის. ამას ნიშნავს ეს, რომ გვიტვირთავს, რათა ცხოვრებაცა იგი იესოისა ხორცთა ამაშინა ჩვენთა გამოცხადდეს და შედეგად ვიღებ იმას, რომ ცხოვრება, ანუ მისი სიცოცხლე ჩემს, ანუ მე თუ ვიტვირთავ მის ერთგულებას, მისი სიცოცხლე ჩემს ხორცში გამოჩნდება, აი ეს ცეცხლი, ანუ ღმერთი როგორც სიცოცხლე გამოჩნდება ჩემს ხორცში როგორც ცეცხლი. რამე თუ მარადის ჩვენ ცხოველი, ანუ ცოცხალნი, მარადის ჩვენ ცოცხალნი, სიკვდილსა მივეცემით იესოს, მზად ვართ მისი ერთგულებისათვის, ამას ოფლის სულმა როგორც არ უნდა მოგვიძულოს, მაინც მზად ვართ მისი ერთგულებისათვის, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება ისე მოგვიძულოსო მოკლას. მზად ვარ სიკვდილსა მივეცემით იესოსთვის, რათა ცხოვრებაცა იგი იესოისი, ანუ სიცოცხლე იესოისი მოკვდავთ ამაჩინა ხორცთა ჩვენთა გამოცხადდეს. კიდევ იმეორებს, იმიტომ რომ ეს სიტყვები ისეთი მძლავრია, რომ ერთხელ თქვა და კიდე მეორედ გაიმეორა, რომ დაგვამახსოვდეს, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენად ვაქციოთ და შესაბამისად ვიცხოვროთ. ხოლო გვაქვს ჩვენ იგივე სული სარწმუნოებისა, ვითარცა წერილარს. ეხლა ჩვენო რა რწმენა გვაქვს, რა სული გვაქვს სარწმუნოებრივი. და ამბობს, რწმენა მე, რომლისათვისაც ვიტყოდი. ანუ რასაც ვამბობ, ის მწამს. ამბობს პავლე მოციქული. ეს არის ძველად ნათქვამი წმინდა წერილში. და პავლე ხა იმეორებს, ჩვენც აქვს წამს, რომლისათვისაც იგი ვიტყვით. ჩვენც გვწამს, რასაც ვამბობთ. აი ჩვენ დღეს 2000 წლის მერე 21 საუკუნის ადამიანება, აი დღესაც აქ რო ვართ, უნდა შეგვეძლოს, უნდა გქონდეს მისი კადნიერება, რომ თქვათ, რომ რაც თქვა პავლემ, რა სითქმებოდა პავლეს დროს. იგივეს ვამბობთ ჩვენც, რომ რასაც ვლაპარაკობთ, აი ის გვწამს ზუსტად. ანუ ჩვენი გული და ენა თანხმობაშია, აი ეს კადნიერება უნდა მოვიპოვოთ და მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ არ მოვტყვილდეთ, რომ ვიცნოთ ჩვენთან მოჩენილი ინდივიდუალური ანტიქრისტეც, რომელიც ყოველ წამს გვეზრახება, ყოველ წამს ქრისტეს ჩანაცვლებას ცდილობს, სიკეთის სახელით, ბედნიერების სახელით, სიმართლის სახელით და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, თუ იმასაც მოვესწარით, იმასაც ვიცნობ და გაგვეღიმება, როცა ის მოინდომებს ჩვენ მოტყვილებას.
და ამას ემატება ჩვენი შრომა საკუთარ თავზე. წეღანას ვახსენე, აზროვნება არ შეიძლება აზროვნების განადგურება. ხო არ შეიძლება თვალის ამოჩიჩქნა, ენის მოგლეჯა არ შეიძლება, ღვიძლის გაფუჭება სასმელი და ნარკოტიკით ხო არ შეიძლება. რატო ვფიქრობთ, რომ ტვინის გაფუჭება შეიძლება რაღაც არასწორი ინტელექტუალური ცხოვრების წესით? არ შეიძლება. გაუფრთხილდეთ ყველაფერ ამას, იმიტომ რომ ჩვენ ეს ყველაფერი მოგვეცა არა იმისთვის, რომ გავაფუჭოთ, ან ცხოველებით ვისი ამოვნოთ, ან სხვას ვავნოთ. ეს ყველაფერი მოგვეცა იმიტომ, რომ მოგვეცა როგორც ინსტრუმენტი იმიტომ, რომ ამ ყველაფრით ქრისტეს ვუერთგულოთ, ქრისტე ვეძებოთ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენში, მათ შორის სულში და ხორცში, როგორც ტაძარში ქრისტე დაამკვიდრდეს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.